მე-17 დღეს შემშილობის, მხოლოდ წყლის მიღება, ძალიან სერიოზული და სიცოცხლის საშიში მდგომარეობა. ამ დროს ორგანიზმში ენერგიის უპირობოდ დაბალი დონეა, რაც იწვევს შეუქცევად ცვლილებებს. ჯანმრთელობის ასაფრთხეები ემუქრება მზიამაღლობელს, თუ მზიას ჯანმრთელობა 100%-იანი იყო მაშინ, როდესაც ის შევიდა ციხეში და რა მდგომარეობა იყო, ეს კიდე თავია. შიმშილობის მე-17 დღეს შესაძლოა განვითარდეს ორგანიზმის ორგანოების უკმარისობა, ისეთი როგორც არის გული, თირკმელები, ღვიძლი და სხვა მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქციონირება. ნერვული სისტემის მხრივ, თავის ტვინის ენერგიის დეფიციტის გამო იწყებს თავისი ფუნქციონირების შესუსტებას, რაც თავის მხრივ იწვევს გონების დაკარგვას, კომას და შესაძლოა სიკვდილსაც. იღუება ელექტროლიტური ბალანსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის არითმია, კუნთების სპაზმი და სხვა სერიოზული პრობლემები. იმუნური სისტემის მხრივ ორგანიზმი ხდება მძნობიარე ინფექციების მიმართ. პაციენტს წარმოქმნება მენტალური პრობლემები. შიმშილი იწვევს დეპრესიას, აგრესიას და სხვა ფსიქიკურ აშლილობას. რატომ არის საშიში მხოლოდ წყლის მიღება? წყალი არ შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ენერგიას, რომელიც მიიღება ნახშირწყლებიდან, ცილებიდან, ცხიმებიდან. ასევე ამ დროს ვითარდება ვიტამინების და მინერალების დეფიციტი, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. შიმშილობის საკითხი პენიტენციარულ სისტემაში რეგულირდება მრავალი საერთაშორისო სტანდარტით, მათ შორის ადამიანთა უფლებების ევროპული კონვენცია, საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ, მინიმალური სტანდარტებით პატიმრობის პირობების შესახებ, ნელსონ მანდელას წესები. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან და მზიამაღლობელის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საფრთხის მაღალი რისკიდან გამომდინარე, ასევე ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, აქამდე პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს ყოველდღიურად საზოგადოებისთვის და ოჯახის წევრებისთვის უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია მზიამაღლობელის ყოველდღიური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ასევე მოეხდინა ჯანმრთელობის მდგომარეობის 24 საათიანი მონიტორინგი. მზიამაღლობელი ბოლო 45 წელიწადში საქართველოში ბრალდებული პირველი პატიმარი ჟურნალისტია, რომელსაც უკანონო ხელისუფლება სჯის მაღალეთიკური, უკომპრომისო და შეუპოვარი ბრძოლისთვის, სიმართლისთვის, ხელისუფლების დანაშაულებისა და შეცდომების მხილებისთვის. მზიამაღლობელის დახსნა რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან საქართველოს მოქალაქეების უპირველესი ამოცანაა, ისევე როგორც დანარჩენი 53 უკანონო პატიმრის. ჩვენი მოთხოვნა, სანდო, კვალიფიციური, მრავალპროფილური ექიმები იქნება ეს კონსილიუმის თუ სხვა ფორმით დაუყოვნებლივ შეუშვა მზიამაღლობელთან. თითოეულ ამ მდგომთან მზადაა, რომ შესაბამისი პროტოკოლის დაცვით შევიდეს მზიამაღლობელთან. თავისუფლება მზიას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს, თავისუფლება საქართველოს დიქტატურისგან. როდესაც 9 აპრილიდან მოყოლებული შიმშილობდნენ, ჯანდაცვის მინისტრი ყოველდღე ახსენებდა საზოგადოებას მათ მდგომარეობას, ეს იყო კომუნისტების დროს. და მე ვერ წარმომიდგენია, რომ პატიმარი, რომელიც საეჭვო ვითარებით იქნა დაკავებული და არაერთმნიშვნელოვნად ის მიიჩნევა ამ სიდისის პატიმრად, ამ პოლიტიკურ პატიმრად, მისი ესეთი შიმშილობა აუცილებლად თუ ის არ გაჩნდა, თავდება სიკვდილით. ეს 100%-იანი გამოსავალია, სხვა გამოსავალი იქ არ არსებობს. მაგრამ შეიძლება თანდათანობით მას მისჯამრთელობას ისეთი ზიანი მიადგეს, რომელიც გახდება შეუქცევადი. ეს შეიძლება იყოს ცენტრალური ნერვული სისტემიდან დაწყებული, ისე სხვა ორგანოების მხრივ. ამიტომ ჩვენი ყველას ვალია, რომ არ დაუშვათ, რომ ეს დაზიანება გახდეს შეუქცევადი. ანუ მე იმას გულისხმობ, რომ დაზიანება, რომელიც ვეღარ გამოსწორდება. შეიძლება გადარჩეს ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე უბრალოდ, მაგრამ ვერ გადარჩეს მისი ჯანმრთელობა. და მე როგორც ვიცი, ქალბატონ მზიას არაერთი ქრონიკული დაავადება აქვს და ამ დროს ეს ვადები კიდევ უფრო მოკლდება. და გამომდინარე აქედან მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა და არ ამგონია ეს არსებულ ხელისუფლებას აწყობდეს პატიმრის გარდაცვალება სტაციონარულ ციხეში. არ ამგონია ეს მათი ინტერესიც იყოს. არ ვსაუბრობ მე სხვა მორალურ თუ პოლიტიკურ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაშია და რომელიც არ დანახვა მარტო სირაქლემას პროზაში მხოლოდ შეუძლია. სახალხო დამცველის განცხადება სამარცხვინოა, ეს ძალიან მარტივად და
სუბუქის სიტყვებით, იმიტომ რომ მე-12 დღეს შიმშილობის ადამიანის მდგომარეობა ახსნა დამაკმაყოფილებლად და კარგად. 12 დღის შიმშილობის შემდგომ ვერავინ ვერ იქნება დამაკმაყოფილებელი და კარგად მდგომარეობაში. გამორიცხულია, შეუძლებელია. თავიდანვანებოდ იმას, რომ ის ექიმი არ არის და მე არ ვიცი რომელი ექიმს ემგროვოდა, რომელიც 12 დღე წყალზე შიმშილობის მერე ადამიანს კარგი მდგომარეობა დამასწრებს. შეუძლებელია იყოს ქალბატონი მზეა კარგი მდგომარეობაში, გამორიცხულია. თქვენ ფიქრობთ, რომ მისი ჰოსპიტალიზება უკვე საჭიროა, ანუ დაუყოვნებლივ? მე ვერ გეტყვით ამას, იმიტომ რომ პაციენტი არ არის ჯავდებულია, მე არ მინახავს, მაგრამ უნდა ნახოთ ექიმებმა, უნდა ჩატარდეს მისი მონაცემების ანალიზი, განსაკუთრებით გაზების და სხვადასხვა ნივთიერებების და თუ ისინი კრიტიკულად შემცირებულია, რა თქმა უნდა, მაშინ დაჭირდება სტაციონარში გადაყენებული შიმშილობა სხვანაირად ვერ იქნებოდა, მაგრამ ეს დაზიანება გამოსწორებადი არის თუ არა, ეს უნდა გადაწყვიტოს სამედიცინო მულტიპროფილურმა გუნდმა. თუ ისინი ჩათვლიან ამას, მოითხოვენ გადაყვანას, რა თქმა უნდა. 24 საათიან მონიტორინგზე უნდა იყოს და ასევე საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს მისი ჰოსპიტალიზაცია თუ გულისხმობ პენიტენციალური სამსახურის ვალდებულებებს ამ შემთხვევაში სამედიცინო სამსახურს გულისხმობ და ასევე ინფორმირებულობა, ოჯახის წევრების ინფორმირებულობა არის სავალდებულო და ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე საზოგადოების ინფორმირებულობა კახავს, აღნიშნა, რომ კომუნისტების დროსაც კი ჯანდაცვის მინისტრმა მაშინ, როდესაც ადამიანები შიშილობდნენ არაპენიტენციალურ სისტემაში, არამედ უსტავოზე, ყოველდღიურად მათი ჯანდაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველდღიურად ხდებოდა საზოგადოების ინფორმირებულობა. ეს ვალდებულებაც აქვს საერთაშორისო კანონმდებლობითაც მათ შორის და რა უნდა ქართული კანონმდებლობა. ყოველდღიური ანალიზები არის საჭირო, რომ შეფასდეს პაციენტის მდგომარეობა, რაც სამწუხაროდ აღარ ხდება 21 იანვარიდან მხოლოდ